თბილისის ცენტრალურ არქივში, სადაც ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსზეა შენარჩუნებული, ინახება საქაღალდე, რომელსაც არ აქვს ნომერი, მხოლოდ წითელი ბეჭედი და ხელით ნაწერი შენიშვნა, არ გაიხსნას 2055 წლამდე. ამ საქაღალდეში 30 ფურცელი, რომელთაგან თითოეულზე 2 ხელმოწერაა, ერთი ლავრენტი ბერიას, მეორე იოსებ სტალინის. ეს არის სიკვდილის განაჩენები, რომლებიც ბერიამ საკუთარი ხელით მოაწერა თავის უახლოეს მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლებთანაც ერთად გაიზარდა სამეგრელოში, ვისთანაც ერთად ადიოდა ხელისუფლების კიბეზე, ვისაც ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ ოჯახს. 30 ფურცელი, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს არა მხოლოდ იურიდიულ დოკუმენტს, არამედ ფსიქოლოგიური წამების ოქროს, როდესაც ყოვლისშემძლე ადამიანი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი ეშინოდა, იძულებული გახდა საკუთარი ხელით გაეწირა ყველაფერი, რაც მას ადამიანად აქცევდა. მაგრამ ყველაზე საშინელი არ არის თავად ხელმოწერები, ყველაზე საშინელია ის, რაც მოხდა ამ ხელმოწერებამდე იმ ღამეებში, როდესაც ბერია მარტო იჯდა თავის კაბინეტში კრემლში და იცოდა, რომ მეორე დღეს კვლავ უნდა წაეკითხა დაკითხვის ოქმები, სადაც აღწერილი იყო, როგორ წამებდნენ მის მეგობრებს, რათა მათგან ამოეღოთ ჩვენებები უშუალოდ მის, ბერიას წინააღმდეგ. რა გრძნობდა ადამიანი, რომელმაც ათასობით სიკვდილის ორდერს მოაწერა ხელი ყოველგვარი ემოციის გარეშე, როდესაც ამჯერად ხელმოწერის ქვეშ იყო მისი საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძენილი უსაფრთხოება. 1951 წლის ზაფხულში, როდესაც სტალინი ისვენებდა აფხაზეთში, ახალ ათონში, თავის საყვარელ დაჩის ვერანდაზე, სადაც ზღვის ხმა ერეოდა ფიჭვნარის სუნთან, მან გამოიძახა ადამიანი, რომელსაც საქართველოში არავინ იცნობდა, მაგრამ რომლის სახელიც მალე გახდებოდა ყველაზე საშიში სიტყვა ქართველი კომუნისტებისთვის. ნიკოლოზ რუხაძე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, ადამიანი, რომელიც ბერიას მტრად ითვლებოდა და რომელიც წლების განმავლობაში ელოდა შანსს, შური ეძია იმ ყოვლისშემძლე კაცისთვის, რომელმაც ოდესღაც მისი კარიერა შეაჩერა. სტალინმა იცოდა ეს, იცოდა, რომ რუხაძე იყო იდეალური ინსტრუმენტი, რადგან მას ჰქონდა პირადი მოტივაცია და პირადი მოტივაცია ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრე იდეოლოგიური ერთგულება. მათი საუბარი გაგრძელდა 3 საათზე მეტხანს და როდესაც რუხაძე გავიდა ვერანდიდან, მისი ხელები უკანკალებდა, არა შიშისგან, არამედ აღფრთოვანებისგან, რადგანაც მან მიიღო ბრძანება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, გაენადგურებინა ბერიას მთელი იმპერია საქართველოში. სტალინმა უთხრა მას მარტივი, მაგრამ საშინელი ფრაზა, მოძებნე დიდი მგელი, მაგრამ ჯერ მოკალი მისი ლეკვები. რუხაძემ იცოდა, რას ნიშნავდა ეს, ჯერ უნდა დაეპატიმრებინა ყველა, ვინც ბერიას ენდობოდა საქართველოში, ყველა მეგრელი პარტიული ფუნქციონერი, ყველა, ვინც ბერიას ძალას წარმოადგენდა და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ბერია დარჩებოდა სრულიად მარტო, მოვიდოდა მისი რიგიც. ეს იყო კლასიკური სტალინური ტაქტიკა, ჯერ გაუნადგურე ადამიანს ყველაფერი, რაც მას ძალას აძლევს, გახადე იგი სრულიად უმწეო და მხოლოდ შემდეგ მოაწერინე ხელი საკუთარ სიკვდილის განაჩენს, რათა ბოლომდე იგრძნოს. საკუთარი უძლურება. 1951 წლის 9 ნოემბერს, როდესაც მოსკოვში უკვე თოვდა და კრემლის კედლები ჩანდნენ თითქოს შავთეთრ ფოტოზე, გამოიცა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება ნომერ 00594, რომელსაც ეწოდა საქართველოში მეკრთა მეობის შესახებ. ეს დოკუმენტი, რომელიც შედგებოდა მხოლოდ 5 გვერდისგან, იყო იურიდიული საფუძველი იმისა, რაც მალე დაიწყებოდა, მასობრივი დაპატიმრებები, წამებები, სიკვდილის განაჩენები. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა დაინფიცირდა მეგრული ნაციონალიზმით, რომ არსებობს ანტისაბჭოთა ჯგუფი, რომელიც გეგმავს საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და მის მიერთებას დასავლეთ ქვეყნებთან, კონკრეტულად საფრანგეთთან და თურქეთთან. ბრალდება იყო აბსურდული, რადგან საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა შედგებოდა ადამიანებისგან, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობდნენ რეპრესიებს 30-იანი და 30-იანი წლების განმავლობაში, რომლებიც აწყობდნენ სასიკვდილო ბანაკებს და აწარმოებდნენ მასობრივ გასროლებს. მაგრამ სტალინის სისტემაში ლოგიკას არ ჰქონდა მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ ძალას, და ძალა ნიშნავდა იმის უნარს, რომ აიძულო ადამიანები ეჯერათ აბსურდში. დადგენილება ეგზავნებოდა საქართველოს ყველა რაიონულ პარტიულ კომიტეტს და როდესაც პირველი მდივნები კითხულობდნენ მას, ისინი ხვდებოდნენ, რომ დაიწყო რაღაც, რისი შეჩერებაც აღარავის შეეძლო, დაიწყო ახალი დიდი წმენდა, რომელიც ამჯერად მიმართული იყო არაუცხოელი. ჯაშუშების ან ტროცკისტების წინააღმდეგ, არამედ უშუალოდ ბერიას, ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო სტალინის ყველაზე ერთგული და ყველაზე საშიში იარაღი. ბერიამ შეიტყო დადგენილების შესახებ იმავე დღეს, როდესაც იგი გამოქვეყნდა, მაგრამ მან არ იცოდა, უფრო სწორად, არ სურდა ეჯერა, რომ ეს იყო მიმართული პირდაპირ მის წინააღმდეგ.
იგი იჯდა თავის კაბინეტში კრემლში იმ უზარმაზარ ოთახში, სადაც კედლებზე ეკიდა რუქები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკისა, სადაც მის მაგიდაზე იდოათობით საქაღალდე, რომელთაგან თითოეული შეიცავდა ინფორმაციას ადამიანების შესახებ, რომლებიც შეეძლოთ ყოფილიყვნენ მტრები და იგი ფიქრობდა, რომ ეს იყო რიგითი კამპანია, რომელიც მალე დასრულდებოდა. მაგრამ შემდეგ მოვიდა ზარი პირდაპირ სტალინისგან და სტალინის ხმა, რომელიც ყოველთვის იყო მშვიდი და თითქმის მამაცური, ამჯერად ჟღერდა ცივად და ოფიციალურად. სტალინმა უთხრა მას, ლავრენტი პავლესძე, თქვენ უნდა წახვიდეთ თბილისში და პირადად უხელმძღვანელოთ საქმეს. საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ იგი. ბერიამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ეს ნიშნავდა, რომ სტალინი აიძულებდა მას პირადად გაენადგურებინა თავისი ადამიანები საქართველოში, ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ მის ძალას, მის დასაყრდენს, მის უკანა ბაზას. ეს იყო ხაფანგი, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობდა. თუ ბერია უარს იტყოდა, ეს ნიშნავდა პირდაპირ დაუმორჩილებლობას სტალინის მიმართ, რაც ავტომატურად იყო სიკვდილის განაჩენი, ხოლო თუ დაეთანხმებოდა, ეს ნიშნავდა, რომ თავად უნდა გამხდარიყო საკუთარი იმპერიის განმანადგურებელი. ბერიამ აირჩია მეორე, რადგან იგი იყო გადარჩენის ოსტატი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ირჩევდა სიცოცხლეს პრინციპების ნაცვლად. 1951 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც თბილისში ჰაერი უკვე იყო ცივი და მშრალი, ბერია ჩამოვიდა სპეციალურ მატარებელში, რომელიც შეჩერდა არა მთავარ სადგურზე, არამედ სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც მას ელოდნენ მხოლოდ უშიშროების მინისტრის მანქანები და რამდენიმე უმაღლესი პარტიული ფუნქციონერი. როდესაც ბერია გადმოვიდა მატარებლიდან, თვითმხილველები იხსენებენ, რომ მისი სახე იყო ფერმკრთალი, თითქოს იგი არ ეძინა რამდენიმე ღამე და მისი ხელები, რომლებიც ჩვეულებრივ იყო მშვიდი და დარწმუნებული, ამჯერად ოდნავ უკანკალებდა, როდესაც იგი აწვებოდა სიგარეტს. იგი პირდაპირ წავიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში, იმ უზარმაზარ სტალინურ ნაგებობაში რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე იყვნენ შეკრებილი ყველა, ვისაც ბერია თვლიდა თავის ადამიანებად, მიხეილ ბარამია, რომელიც იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბერიას უახლოესი თანამშრომელი, რაფაელ შარია, პროფესორი და ინტელექტუალი, რომელიც წერდა ბერიასთვის სიტყვით გამოსვლებს და რომელიც იყო მისი პირადი მრჩეველი ყველა საკითხში, ალექსანდრე მირცხულავა, რომელიც ხელმძღვანელობდა თბილისის პარტიულ ორგანიზაციას. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც ბერია იცნობდა 30 წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებთანაც ერთად იგი ადიოდა ხელისუფლების კიბეზე, ადამიანები, რომლებსაც ენდობოდა იმდენად, რამდენადაც ბერიას შეეძლო ენდო ვინმეს. და ახლა მას უნდა ეთქვა მათთვის, რომ ისინი იყვნენ მტრები, რომ ისინი იყვნენ ღალატის ჯგუფის წევრები, რომ ისინი გეგმავდნენ საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან. შეხვედრა გაიმართა დახურულ რეჟიმში და რაც იქ ითქვა ოფიციალურად არ ჩაიწერა, მაგრამ არსებობს მოგონებები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ დარბაზში და რომლებმაც გადარჩეს. ისინი იხსენებენ, რომ ბერია ლაპარაკობდა ძალიან ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა აწონდაწონებული ჰქონდა და რომ მისი ხმა უწყდებოდა, როდესაც იგი ამბობდა სახელებს, ბარამიას, შარიას, მირცხულავას. იგი არ უყურებდა მათ თვალებში, არამედ უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა თბილისის ქუჩები და ამბობდა, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია სერიოზული დარღვევების შესახებ, რომ არსებობს მტკიცებულებები ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ, რომ საჭიროა გამოძიება. ბარამია, რომელიც იჯდა პირველ რიგში, ცდილობდა დაეჭირა ბერიას მზერა, მაგრამ ბერია აგრძელებდა ფანჯრისკენ ყურებას და ბარამიამ იმ მომენტში გაიგო, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ ბერია აღარ იყო მათი დამცველი, არამედ გახდა მათი ჯალათი. შეხვედრის ბოლოს ბერიამ წაიკითხა სახელების სია, 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უნდა დაპატიმრებულიყვნენ გამოძიების მიზნით, და როდესაც იგი ამთავრებდა კითხვას, მისი ხელები ისე უკანკალებდა, რომ ქაღალდი თითქმის ვარდებოდა მისი ხელიდან. დარბაზში იყო სრული სიჩუმე, არავინ ბედავდა, რაიმე ეთქვა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პარტიული შეხვედრა, ეს იყო სიკვდილის განაჩენების გამოცხადება და ვინც ცდილობდა დაეცვა დაპატიმრებულები, თავად აღმოჩნდებოდა მომდევნო სიაში. იმავე ღამეს დაიწყო დაპატიმრებები, არა თბილისის ქუჩებში, სადაც ხალხი შეეძლო ენახა, არამედ ჩუმად, პირად სახლებში, გვიან ღამით, როდესაც ქალაქი სწინავდა. ბარამიას წაიყვანეს პირველს შავი ავტომობილი შეჩერდა მის სახლთან 2 საათზე ღამით და როდესაც იგი გამოვიდა, მას ხელები უკვე ჰქონდა შეკრული უკან, თითქოს იგი იყო საშიში დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა პარტიას. შარიას წაიყვანეს მეორე ღამეს, მას ჰქონდა დრო გაიგო ბარამიას დაპატიმრების შესახებ და როდესაც უშიშროების თანამშრომლები შევიდნენ მის ბინაში, იგი იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და წვავდა ქაღალდებს, წერილებს, ჩანაწერებს, ყველაფერს, რაც შეეძლო გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ.
მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა ჩააქრეს ცეცხლი და წაიღეს ყველაფერი, რაც არ დამწვარა და შარია წაიყვანეს არა თბილისის ციხეში, არამედ პირდაპირ მოსკოვში, ლეფორტოოს ციხეში, სადაც ინახებოდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პატიმრები. მირცხულავას, რომელიც ცდილობდა გაქცეულიყო თბილისიდან, დააკავეს მატარებელში, გზაზე ბათუმისკენ და როდესაც მას დააბრუნეს თბილისში, მისი სახე იყო დაცემული, თითქოს იგი უკვე იცოდა, რომ გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა. ერთი კვირის განმავლობაში დააპატიმრეს 30-ზე მეტი ადამიანი, ყველა მეგრელი, ყველა ბერიას ადამიანი, ყველა, ვინც წარმოადგენდა მის ძალას საქართველოში. ბერია დარჩა თბილისში 2 კვირის განმავლობაში და ამ 2 კვირის განმავლობაში იგი არ ესაუბრა არავის, იგი იჯდა თავის სასტუმროს ნომერში ინტურისტში, ეწეოდა სიგარეტს და უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა მთაწმინდა და მისი ტელევიზიის კოშკი. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ამ პერიოდში ბერია თითქმის არაფერს ჭამდა, მხოლოდ სვამდა ყავას და ეწეოდა სიგარეტს და რომ მისი სახე გახდა ისეთი ფერმკრთალი, რომ ჰგავდა ავადმყოფს. იგი იღებდა ანგარიშებს და პატიმრებების შესახებ, მაგრამ არ აძლევდა არანაირ კომენტარს, მხოლოდ აწერდა ხელს ქაღალდებზე, რომლებიც ავტორიზებდა შემდგომ დაპატიმრებებს. ერთხელ, როდესაც მასთან მოვიდა რუხაძე და მოახსენა, რომ ბარამია აღიარებს თავის დანაშაულს და იძლევა ჩვენებებს სხვა ჯგუფის წევრების შესახებ, ბერიამ მხოლოდ თქვა, გააგრძელეთ და არაფერი მეტი. რუხაძე გავიდა კაბინეტიდან გაბრაზებული, რადგან ელოდა, რომ ბერია მაინც ცდილობდა დაეცვა თავისი ადამიანები, მაგრამ ბერია არაფერს აკეთებდა, იგი უბრალოდ ელოდა იმას, რაც მოხდებოდა შემდეგ. 1942 წლის ապრილში, როდესაც თბილისში უკვე იყო გაზაფხული და ქუჩებში ყვავიდა ხეები, გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმი, ის პლენუმი, რომელიც უნდა გამხდარიყო ბერიასთვის ყველაზე მძიმე გამოცდილება მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. პლენუმი გაიმართა იმავე შენობაში, სადაც ნოემბერში იყო პირველი შეხვედრა, მაგრამ ამჯერად დარბაზი იყო სავსე, იქ იყვნენ ყველა რაიონული პარტიული კომიტეტის წარმომადგენლები, ყველა საწარმოს დირექტორი, ყველა, ვინც წარმოადგენდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას. პლენუმს უნდა გაეხსნა ახალი პირველი მდივანი, აკაკი მგელაძე, ადამიანი, რომელიც სტალინმა პირადად აირჩია ბერიას ჩასანაცვლებლად საქართველოში, ადამიანი, რომელიც არ იყო მეგრელი და რომელსაც არ ჰქონდა არანაირი კავშირი ბერიასთან. მგელაძე იყო სტალინის ახალი ფავორიტი და მისი დანიშვნა ნიშნავდა, რომ ბერია სრულად კარგავდა კონტროლს საქართველოზე, კარგავდა თავის უკანა ბაზას, კარგავდა ყველაფერს, რაც მას აძლევდა ძალას. მაგრამ სანამ მგელაძე გახსნიდა პლენუმს, სიტყვით უნდა გამოსულიყო ბერია, სტალინმა პირადად მოსთხოვა მას ეს და ბერიამ იცოდა, რატომ. სტალინს სურდა, რომ ბერია საჯაროდ ყველას წინაშე გაენადგურებინა თავისი ადამიანები, რათა ყველამ ენახა, რომ ბერია აღარ იყო ძლიერი, რომ ბერია იყო მხოლოდ სტალინის მარიონეტი. ბერია ასვლა ტრიბუნაზე 10 საათზე დილით და როდესაც იგი დადგა მიკროფონის წინ, დარბაზში გამეფდა სრული სიჩუმე, ყველა ელოდა, რა სიტყოდა ადამიანი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო საქართველოს ფაქტობრივი მმართველი. ბერიას ხელში ჰქონდა ქაღალდები, მოხსენება, რომელიც დაწერილი იყო მოსკოვში სტალინის აპარატის მიერ და რომელიც ბერიამ უნდა წაიკითხა სიტყვა-სიტყვით. იგი დაიწყო კითხვა და მისი ხმა, რომელიც ჩვეულებრივ იყო ძლიერი და დარწმუნებული, ამჯერად ჟღერდა უცხოდ, თითქოს ეს არ იყო მისი ხმა, არამედ სხვისი, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან. იგი ამბობდა, რომ საქართველოში აღმოჩენილია ანტისაბჭოთა ჯგუფი, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ბარამია, შარია, მირცხულავა, რომ ისინი გეგმავდნენ საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და მის მიერთებას დასავლეთ იმპერიალისტურ ძალებთან. როდესაც ბერია წარმოთქვამდა ბარამიას სახელს, მისი ხმა ოდნავ შეიცვალა, გახდა უფრო ჩუმი, თითქოს იგი ცდილობდა, რომ არავის გაეგო, რამდენად მძიმე იყო მისთვის ეს სიტყვების წარმოთქმა. ბარამია იყო მისი უახლოესი მეგობარი, ადამიანი, რომელთანაც ერთად იგი იბრძოდა 30-იან წლებში, ადამიანი, რომელსაც ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ ძმას. და ახლა ბერია ამბობდა, რომ ბარამია იყო მტერი, რომ ბარამია იყო ღალატი, რომ ბარამია იყო ჯაშუში. დარბაზში ზოგიერთი ადამიანი იცოდა სიმართლე, იცოდა, რომ ბარამია არ იყო არანაირი ჯაშუში, რომ მთელი ეს საქმე იყო გამოგონილი, რომ ბერია იძულებული იყო, ეთქვა ეს. მაგრამ არავინ ბედავდა, რაიმე ეთქვა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ვინც დაიცავდა ბარამიას, თავად აღმოჩნდებოდა მომდევნო დაპატიმრებულთა სიაში. ბერია აგრძელებდა კითხვას და რაც უფრო მეც კითხულობდა, მით უფრო ნელდებოდა მისი ხმა, თითქოს ყოველი სიტყვა აწონდა ტონას. როდესაც იგი მივიდა იმ ნაწილთან, სადაც უნდა ეთქვა, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ მთელი სიმკაცრით, მისი ხელები დაიწყო კანკალი და ქაღალდი თითქმის ვარდებოდა მისი ხელიდან. მოსკოვის ლეფორტოოს ციხის სარდაფში, სადაც კედლები იყო სისქით 2 მეტრზე მეტი და სადაც არ შემოდიოდა არანაირი ბუნებრივი შუქი, არსებობდა კამერა ნომერ 72, რომელსაც უწოდებდნენ აღმსარებლის ოთახს.
ამ კამერაში არ იყო არანაირი საწოლი, არანაირი სკამი, მხოლოდ ცემენტის იატაკი, რომელიც ყოველთვის იყო ნოტიო და ცივი, და ერთი შიშველი ნათურა ჭერზე, რომელიც არასოდეს რთავდებოდა. აქ მოათავსეს რაფაელ შარია, პროფესორი, ინტელექტუალი ადამიანი, რომელიც წერდა ბერიასთვის სიტყვით გამოსვლებს და რომელიც იყო მისი უახლოესი მრჩეველი 20 წლის განმავლობაში. შარიას დაკითხვას ხელმძღვანელობდა პირადად ვიქტორ აბაკუმოვი, სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, ადამიანი, რომელსაც სტალინი პირადად ავალებდა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს. აბაკუმოვს ჰქონდა ერთი მარტივი ამოცანა, მიიღო შარიასგან ჩვენება, რომ მთელი მეგრული ჯგუფი მოქმედებდა ბერიას პირდაპირ ბრძანებით, რომ ბერია იყო ის, ვინც გეგმავდა საქართველოს გამოყოფას, რომ ბერია იყო ის, ვინც ინარჩუნებდა კავშირს დასავლეთ დაზვერვასთან. შარია უარს ამბობდა, არა იმიტომ, რომ იგი იყო გმირი, არამედ იმიტომ, რომ იცოდა სიმართლე და სიმართლე იყო ის, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებობდა, არანაირი გეგმა არ იყო, არაფერი იმისგან, რასაც მას აბრალებდნენ. მაგრამ აბაკუმოვს არ სჭირდებოდა სიმართლე, მას სჭირდებოდა ხელმოწერა ქაღალდზე და ამ ხელმოწერის მისაღებად იგი იყო მზად გამოეყენებინა ყველა მეთოდი, რომელიც არსებობდა საბჭოთა უშიშროების არსენალში. პირველი დაკითხვა გაგრძელდა 22 საათს, რომლის განმავლობაშიც შარიას არ მისცეს წყალი, არ მისცეს საკვები, არ მისცეს დასვენების საშუალება. მას აყენებდნენ ერთსა და იმავე კითხვებს ისე ხშირად, რომ სიტყვები კარგავდა მნიშვნელობას და იქცეოდა უბრალოდ ხმაურად, რომელიც ავსებდა კამერას. ვინ იყო ჯგუფის ხელმძღვანელი? არავინ, რადგან ჯგუფი არ არსებობდა. როდის შეხვდით დასავლეთ დაზვერვის აგენტს? არასოდეს, რადგან მე არ ვიყავი დაზვერვის აგენტი. რა იყო ბერიას როლი? ბერიას არანაირი როლი არ ჰქონდა, რადგან არაფერი არ მომხდარა. 22 საათზე შარია დაეცა იატაკზე, არა იმიტომ, რომ დაიღალა, არამედ იმიტომ, რომ მისი სხეული უბრალოდ შეწყვიტა მორჩილება. აბაკუმოვმა ბრძანა, ჩაესხათ მას თავზე ცივი წყალი, რათა გამოეღვიძებინათ და როდესაც შარია გამოიღვიძა, დაკითხვა გაგრძელდა, იგივე კითხვები, იგივე პასუხები, იგივე უსასრულო წრე, რომელსაც არ ჰქონდა დასასრული. მე-25 საათზე შარიამ დაკარგა ცნობიერება და ამჯერად აბაკუმოვმა ბრძანა, მieყვანათ იგი საავადმყოფოში, არა იმიტომ, რომ ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, არამედ იმიტომ, რომ სტალინს სჭირდებოდა შარია ცოცხალი, სჭირდებოდა მისი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც დაადასტურებდა ბერიას ბრალეულობას. შარია გაიღვიძა 2 დღის შემდეგ ციხის საავადმყოფოში, სადაც ექიმი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალები ჰქონდა სავსე თანაგრძნობით, უთხრა მას ჩუმად, პროფესორო, თქვენ გაქვთ მხოლოდ 2 არჩევანი, ან მოაწერთ ხელს, ან მოკვდებით აქ. შარიამ უპასუხა, მაშინ მე მოვკვდები, მაგრამ ექიმმა თქვა, არა, თქვენ არ მოკვდებით, ისინი არ მისცემენ თქვენ სიკვდილის უფლებას, სანამ არ მოაწერთ ხელს. ბერია იცოდა რა ხდებოდა ლეფორტოვოში, მას ყოველდღიურად აბარებდნენ ანგარიშს დაკითხვების შესახებ და ყოველდღიურად იგი კითხულობდა ოქმებს, სადაც აღწერილი იყო, როგორ წამებდნენ შარიას, როგორ წამებდნენ ბარამიას, როგორ წამებდნენ მირცხულავას. იგი კითხულობდა ამ ოქმებს თავის კაბინეტში კრემლში, გვიან ღამით, როდესაც ყველა სხვა უკვე წასული იყო სახლში და როდესაც კრემლის კორიდორებში იყო სრული სიჩუმე. იგი კითხულობდა და ეწეოდა სიგარეტს და მისი ხელები უკანკალებდა, არა შიშისგან, არამედ რაღაც სხვისგან, რაც უფრო ღრმა იყო ვიდრე შიში, რაც იყო ფიზიკური ტკივილი, რომელიც გამოდიოდა არა სხეულიდან, არამედ სადღაც შიგნიდან, იქიდან, სადაც ადამიანი ინახავს იმას, რასაც უწოდებენ სინდისს. ბერია არ იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძლიერი სინდისი, იგი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა იმაში, რომ ჩაახშობდა ამ ხმას, რომელიც ეუბნებოდა, რომ ის, რასაც აკეთებდა, იყო არასწორი. მაგრამ ახლა, როდესაც იგი კითხულობდა, როგორ წამებდნენ მის უახლოეს მეგობრებს, ეს ხმა ხდებოდა ისეთი ხმა მაღალი, რომ იგი ვეღარ უგულებელყოფდა მას. ერთხელ, როდესაც იგი კითხულობდა ოქმს შარიას დაკითხვის შესახებ, სადაც აღწერილი იყო, როგორ სცემდნენ მას რკინის ჯოხებით ფეხებზე, ისე რომ მან დაკარგა სმენა ერთ ყურში, ბერიამ გააკეთა რაღაც, რასაც არასოდეს აკეთებდა. მან დახია ოქმი და ჩააგდო იგი მაგიდის ქვეშ, თითქოს ამით შეეძლო, გაქრობოდა ის, რაც იქ იყო დაწერილი. მაგრამ ოქმი არ გაქრა, იგი იდო იქ მაგიდის ქვეშ და ბერიამ იცოდა, რომ მეორე დღეს მას კვლავ უნდა წაიკითხა ახალი ოქმი და კვლავ უნდა მოეწერა ხელს დოკუმენტზე, რომელიც ავტორიზებდა წამების გაგრძელებას. 1942 წლის ივნისში, როდესაც მოსკოვში უკვე იყო ცხელი და კრემლის ფანჯრებს ხსნიდნენ ღამით, რათა შემოსულიყო ცოტა სიგრილე, სტალინმა გამოიძახა ბერია თავის დაჩაში კუნცევოში. ეს იყო პირველი პირადი შეხვედრა მათ შორის მეგრელთა საქმის დაწყების შემდეგ და ბერია მიდიოდა ამ შეხვედრაზე იმ გრძნობით, რომ იგი მიდიოდა არა უბრალოდ შეხვედრაზე, არამედ გამოცდაზე, რომელიც განსაზღვრავდა, გადარჩებოდა თუ არა იგი.
სტალინის დაჩა კუნცეოში იყო უზარმაზარი ნაგებობა, გარშემორტყმული მაღალი კედლებით და დაცული ასობით უშიშროების თანამშრომლის მიერ, მაგრამ შიგნით იგი იყო გასაოცრებად მარტივი, არანაირი ძვირფასი ავეჯი, არანაირი ნახატები კედლებზე. მხოლოდ მარტივი ხის მაგიდები და სკამები, რომლებიც ჰგავდა იმას, რასაც იყენებდნენ ჩვეულებრივ საბჭოთა ოფისებში. სტალინი ხვდებოდა ბერიას ვერანდაზე, სადაც იგი იჯდა თავის საყვარელ სავარძელში და ეწეოდა ჩიბუხს, არა ჩვეულებრივ სიგარეტს, არამედ ძველებურ ჩიბუხს, რომელსაც იყენებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სურდა ეფიქრა რაღაცაზე ძალიან ყურადღებით. როდესაც ბერია შევიდა ვერანდაზე, სტალინმა არ შეხედა მას, იგი აგრძელებდა ჩიბუხის მოწევას და უყურებდა ბაღს, სადაც ყვავი და ვაშლის ხეები. რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ სტალინმა თქვა ისე ნელა და მშვიდად, თითქოს ლაპარაკობდა ამინდის შესახებ. ლავრენტი პავლეს ძე, მე მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება პროგრესირებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მიღებული ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ბერიამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს. სტალინს სჭირდებოდა ჩვენება, რომელიც პირდაპირ აკავშირებდა ბერიას მეგრულ ჯგუფთან, სჭირდებოდა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბერია იყო ღალატი. სტალინმა გააგრძელა ისევ იმავე მშვიდი, თითქმის მამაცური ხმით. შარია არის ძალიან ჯიუტი ადამიანი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს წერტილი, სადაც იგი ირღვევა. თქვენ იცნობთ შარიას უკეთ ვიდრე ვინმე სხვა, თქვენ იცით, რა არის მისი სუსტი წერტილი. ბერია იჯდა სტალინის მოპირდაპირედ და გრძნობდა, როგორ უშრებოდა პირი, როგორ უკანკალებდა ხელები, რომლებიც იგი ცდილობდა, დაემალა მოათავსა ისინი მუხლებზე. იგი იცოდა, რას ელოდა სტალინი, ელოდა, რომ ბერია მიეცა რჩევა, როგორ შეეძლოთ შარიას მოტყუება, როგორ შეეძლოთ მისი გატეხვა, როგორ შეეძლოთ მისგან ამოღება ის ჩვენება, რაც სტალინს სჭირდებოდა. და ბერია იცოდა, რომ თუ უარს იტყოდა, თუ ერთ სიტყვასაც კი დაიცავდა შარიას, ეს იქნებოდა მისი ბოლო დღე თავისუფლებაში. მან თქვა ისე ჩუმად, რომ თითქმის არ ისმოდა. შარიას აქვს ოჯახი, ცოლი და 2 შვილი. იგი ძალიან უყვარს მისი ოჯახი. სტალინმა კივნა, არა დამამტკიცებელი კივილი, არამედ უბრალოდ ხმა, რომელიც ნიშნავდა, რომ მან გაიგო. მეორე დღეს შარიას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ მოაწერდა ხელს ჩვენებას, მისი ცოლი და შვილები დააპატიმრებდნენ და გაგზავნიდნენ კოლიმაში, სადაც ისინი მოკვდებოდნენ პირველივე ზამთარში. შარიამ მოაწერა ხელი, არა იმიტომ, რომ დაიჯერა, რომ ეს გადაარჩენდა მის ოჯახს, არამედ იმიტომ, რომ იგი უკვე არ ჰქონდა ძალა, გაეგრძელებინა წინააღმდეგობა. ბერია გავიდა სტალინის დაჩიდან იმ გრძნობით, რომ რაღაც მოკვდა მის შიგნით, არა სინდისი, რადგან სინდისი მას დიდი ხნის წინ მოუკვდა, არამედ რაღაც სხვა, რაც უფრო ფუნდამენტური იყო, რაც იყო ის უკანასკნელი კავშირი იმ ადამიანთან, რომელიც იგი ოდესღაც იყო, სანამ გახდებოდა ის, რაც ახლა იყო. მან ჩაჯდა თავის მანქანაში, შავ ზისში, რომელიც იყო ბრონირებული და რომელსაც მუდმივად მისდევდა მეორე მანქანა უშიშროების თანამშრომლებით და უბრძანა მძღოლს, მieხვანა არა კრემლში, არამედ მის პირად დაჩაში მოსკოვის გარეუბანში. ამ დაჩაში, სადაც იგი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, ბერია იყო სხვა ადამიანი, არა ყოვლისშემძლე მინისტრი, არამედ უბრალოდ მამა და ქმარი, რომელიც თამაშობდა თავის შვილებთან და ვახშმობდა თავის ცოლთან. მაგრამ ამ საღამოს, როდესაც იგი შევიდა დაჩაში, მისი ცოლი, ნინო დაინახა მისი სახე და მაშინვე გაიგო, რომ რაღაც მოხდა. ის მივიდა მასთან და ჰკითხა, რა მოხდა, მაგრამ ბერიამ არაფერი უპასუხა. იგი უბრალოდ ჩაიარა მის გვერდით და შევიდა თავის კაბინეტში, დახურა კარი და დარჩა იქ მთელი ღამის განმავლობაში. ნინო იდგა კარის გარეთ და ისმენდა, იგი ელოდა, გაეგონა ხმა, ტირილი რაიმე, მაგრამ იქ იყო სრული სიჩუმე და ეს სიჩუმე იყო უფრო საშინელი, ვიდრე ნებისმიერი ხმა. დილით, როდესაც ბერია გამოვიდა კაბინეტიდან, მისი თვალები იყო წითელი, თითქოს მას არ ეძინა და მისი სახე იყო ისეთი ფერმკრთალი, რომ ნინომ შეეშინდა, რომ მას რაღაც ემართებოდა ჯანმრთელობასთან. მაგრამ ბერიამ უთხრა მას, ყველაფერი რიგზეა და წავიდა სამსახურში, თითქოს არაფერი მომხდარა. 1942 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში იყო ისეთი ცხელი, რომ ასფალტი დებოდა ქუჩებში, ბერიამ მიიღო დოკუმენტი, რომელსაც ელოდა და რომლისაც ეშინოდა ერთდროულად, ეს იყო ოქმი შარიას ჩვენების შესახებ, სადაც შარია აღიარებდა, რომ მთელი მეგრული ჯგუფი მოქმედებდა ბერიას პირდაპირ ბრძანებით, რომ ბერია იყო ის, ვინც გეგმავდა საქართველოს გამოყოფას, რომ ბერია იყო ის, ვინც ინარჩუნებდა კავშირს დასავლეთ დაზვერვასთან. ოქმი იყო 10 გვერდის და ყოველ გვერდზე იყო შარიას ხელმოწერა, რომელიც იყო ისეთი ბუნდოვანი და არასტაბილური, რომ თითქმის არ იკითხებოდა, თითქოს შარიას ხელი უკანკალებდა, როდესაც იგი აწერდა ხელს. ბერია კითხულობდა ამ ოქმს და გრძნობდა, როგორ იზრდებოდა მის შიგნით რაღაც, რაც იყო ნაზავი შიშისა და სიძულვილისა, შიში იმის მიმართ, რაც მოხდებოდა შემდეგ და სიძულვილი სტალინის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელმაც აიძულა იგი, გაეკეთებინა ეს. მაგრამ ბერიამ იცოდა, რომ ამ სიძულვილის გამოხატვა ნიშნავდა სიკვდილს და ამიტომ იგი აგრძელებდა თავისი როლის თამაშს, როლი ერთგული მსახურისა, რომელიც ასრულებდა ყველა ბრძანებას, როგორც უსიტყვო მანქანა.
იმავე დღეს მან მოაწერა ხელს დოკუმენტს, რომელიც ავტორიზებდა შარიას, ბარამიას და მირცხულავას გადაყვანას სპეციალურ რეჟიმში, სადაც მათ აღარ ექნებოდათ უფლება ენახათ ადვოკატი, აღარ ექნებოდათ უფლება მიეღოთ წერილები ოჯახისგან, აღარ ექნებოდათ უფლება ჰქონოდათ რაიმე კავშირი გარესამყაროსთან. ისინი ხდებოდნენ მოჩვენებები, ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არსებობდნენ, მაგრამ რეალურად იყვნენ უკვე მკვდრები. ბერიას ოჯახი იწყებდა შენიშვნას, რომ რაღაც იცვლებოდა მასში, არა მისი ყოველდღიური ქცევა, რადგან იგი აგრძელებდა თავისი სამსახურის შესრულებას იმავე ეფექტურობით, არამედ რაღაც უფრო ღრმა, რაც ჩანდა მხოლოდ იმ მომენტებში, როდესაც იგი ფიქრობდა, რომ არავინ უყურებდა. მისი ვაჟი, სერგო, რომელიც იყო 16 წლის და რომელიც თავის მამას თაყვანს სცემდა, ერთხელ შევიდა მის კაბინეტში გვიან ღამით და დაინახა მამან, როგორ იჯდა მაგიდასთან და უყურებდა ფოტოს, ძველ ფოტოს, სადაც ბერია იყო ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის და გვერდით იდგა ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო შარია. სერგომ ჰკითხა, მამა, ვინ არიან ეს ადამიანები, და ბერიამ უპასუხა ისე ჩუმად, რომ სერგომ თითქმის ვერ გაიგო, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ჩემი მეგობრები. სერგომ ჰკითხა, სად არიან ისინი ახლა, და ბერიამ დიდხანს არ უპასუხა, მხოლოდ უყურებდა ფოტოს და შემდეგ თქვა, ისინი არიან იქ, სადაც მე მალე ვიქნები. სერგომ არ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მან იგრძნო, რომ არ უნდა ეკითხა მეტი და გავიდა კაბინეტიდან, დატოვა მამა მარტო მის ძველ ფოტოსთან და მის ძველ მეგობრებთან, რომლებიც ახლა იყვნენ მტრები, რადგან სტალინმა ასე გადაწყვიტა. 1942 წლის ოქტომბერში, როდესაც მოსკოვში დაიწყო პირველი თოვლი და კრემლის კედლები გახდნენ თეთრები, სტალინმა გამოიძახა ბერია კვლავ თავის დაჩაში და უთხრა მას რაღაცს, რაც ბერიამ იცოდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ რისი მოსმენაც მაინც იყო შოკი. სტალინმა თქვა, ლავრენტი პავლეს ძე, გამოძიება მაჩვენა, რომ მეგრული ჯგუფი იყო უფრო ფართო, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფს ჰქონდა კავშირები მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში. ბერიამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს, სტალინი ემზადებოდა, გაეფართოვებინა საქმე, ჩაითრია მასში ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ბერიასთან მოსკოვში, ადამიანები, რომლებიც იყვნენ მისი თანამშრომლები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. ეს ნიშნავდა, რომ სტალინი ნელ-ნელა ხსნიდა ბერიას გარშემოწრეს, ნელ-ნელა აშორებდა მას ყველას, ვინც შეეძლო დაეცვა იგი, ნელ-ნელა აქცევდა მას სრულიად მარტოდ. ბერიამ ჰკითხა, ისე მშვიდად როგორც შეეძლო, იოსებ ვისარიონის ძე, ვის გულის ხმობთ, და სტალინმა უპასუხა, ისევ იმავე მშვიდი ხმით, ჯერჯერობით არავის კონკრეტულად, მაგრამ გამოძიება გრძელდება და ვნახავთ, სად მიგვიყვანს იგი. ეს იყო მუქარა, არა პირდაპირი, არამედ ბუნდოვანი, მაგრამ ბერიამ კარგად გაიგო იგი. სტალინი ეუბნებოდა მას, შენი რიგი მოდის და არაფერი, რასაც შენ გააკეთებ, ვერ შეაჩერებს ამას. ბერია დაბრუნდა კრემლში და პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო რაღაც, რასაც შეეძლო ეწოდა სრული უიმედობა, არა შიში, რადგან შიში მოიცავს იმედს, რომ შეიძლება გადარჩე, არამედ უიმედობა, გაცნობიერება იმისა, რომ გადარჩენა აღარ არის შესაძლებელი, რომ ერთადერთი კითხვა, რომელიც რჩება, არის როდის მოხდება დასასრული. მაგრამ ბერია არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ნებდებოდა, იგი იყო გადარჩენის ოსტატი, ადამიანი, რომელიც გადარჩა 10 წლეულების განმავლობაში სტალინის გვერდით, რაც თავისთავად იყო მოწმობა მისი უნარისა, იპოვა გზა ნებისმიერ სიტუაციაში. იგი დაიწყო ფიქრი, არა იმაზე, როგორ შეეძლო თავის დაცვა, რადგან იცოდა, რომ პირდაპირი დაცვა იყო შეუძლებელი, არამედ იმაზე, როგორ შეეძლო დრო მოეგო, როგორ შეეძლო გადაედო დასასრული იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო. მან იცოდა, რომ სტალინი იყო ძველი, 70 წლის და რომ მისი ჯანმრთელობა იყო სუსტი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამას არავინ აღიარებდა. მან იცოდა, რომ თუ შეეძლო გადარჩენა კიდევ ერთი წელი, შესაძლოა 2, სტალინი შეეძლო მოკვდეს ბუნებრივი სიკვდილით და მაშინ ყველაფერი შეიცვლებოდა, მეგრელთა საქმე შეჩერდებოდა და პატიმრებულები გათავისუფლდებოდნენ და ბერია შეეძლო გადარჩენოდა. ეს იყო სუსტი იმედი, თითქმის არარეალური, მაგრამ ეს იყო ერთადერთი იმედი, რომელიც მას ჰქონდა და ბერია ეჭიდებოდა მას ისე, როგორც მდინარეში ჩავარდნილი ადამიანი ეჭიდება ხის ნამსხვრევს. იგი აგრძელებდა თავისი სამსახურის შესრულებას, აგრძელებდა ხელმოწერას დოკუმენტებზე, რომლებიც აგზავნიდნენ მის მეგობრებს სიკვდილისკენ, აგრძელებდა თავისი როლის თამაშს, როლი ერთგული მსახურისა, რომელიც არასოდეს კითხულობს, არასოდეს ეჩვობს, არასოდეს ცდილობს დაიცვას ვინმე. და ყოველ ღამე, როდესაც იგი რჩებოდა მარტო თავის კაბინეტში, იგი იღებდა იმ ძველ ფოტოს, სადაც იყო შარიასთან ერთად და უყურებდა მას და ფიქრობდა იმაზე, თუ რა ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ გადარჩენოდა და ღირდა თუ არა ეს ფასი. კრემლის არქივში, იმ სარდაფში, სადაც ტემპერატურა მუდმივად არის 6 გრადუსი ცელსიუსით და სადაც ჰაერის უნსძველი ქაღალდით და ტენიანობით, არსებობს საქაღალდე, რომელსაც აქვს შავი ბეჭედი და ხელით ნაწერი შენიშვნა. გასაიდუმლოება მხოლოდ პრეზიდენტის პირადი ბრძანებით.
ამ საქაღალდეში ინახება 6 ფურცელის სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც აღწერენ ლავრენტი ბერიას ფიზიკურ მდგომარეობას 1952 წლის ოქტომბრიდან 1953 წლის მარტამდე, იმ 5 თვის განმავლობაში, როდესაც მეგრელთა საქმე მიაღწია თავის კულმინაციას. ეს ჩანაწერები შედგენილია ბერიას პირადი ექიმის, დავით კიფშიძის მიერ, ადამიანის მიერ, რომელსაც ბერია ენდობოდა იმდენად, რამდენადაც ბერიას შეეძლო ენდო ვინმეს ამ პერიოდში. კიფშიძე აღნიშნავდა ყველაფერს, არტერიულ წნევას, რომელიც გაიზარდა 199-ზე 130-დან, პულსს, რომელიც გახდა არარეგულარული, ცილის ხანგრძლივობას, რომელიც შემცირდა 4 საათამდე ღამეში, წონას, რომელიც დაიკლო 12 კილოგრამით. მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩანაწერი არის ბოლო გვერდზე, სადაც კიფშიძე წერს: პაციენტი აჩვენებს ფსიქოსომატური დაავადების ყველა ნიშანს, ხელების კანკალი, რომელიც არ წყდება მედიკამენტებით, ქრონიკული უძილობა, რომელიც არ რეაგირებს სნოტვორზე და რაღაც, რასაც შემიძლია უწოდოთ ფიზიკური სინდისის სხეულის რეაქცია იმაზე, რასაც გონება ცდილობს უგულებელყოს. კიფშიძემ არასოდეს გაამჟღავნა ეს ჩანაწერები, მან იცოდა, რომ მათი გამჟღავნება ნიშნავდა სიკვდილს და ამიტომ მან დამალა ისინი თავის პირად არქივში, სადაც ისინი აღმოაჩინეს მხოლოდ 2006 წელს, 3 წლის შემდეგ მისი სიკვდილისა. ეს 6 ფურცელი არის ერთადერთი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რაც ხდებოდა ბერიას სხეულთან იმ თვეების განმავლობაში, როდესაც მისი გონება ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ მისი სხეული ნელ-ნელა ინგრეოდა იმ წნეხის ქვეშ, რომელსაც სტალინი აყენებდა მას. 1952 წლის ნოემბერში, როდესაც მოსკოვში უკვე იყო ცივი და კრემლის ფანჯრებს ყინავდა ღამით, ბერიამ დაიწყო რაღაც, რასაც მისი გარემოცვა უწოდებდა ღამის რიტუალს. ყოველ ღამით დაახლოებით 2 საათზე, როდესაც მთელი კრემლის წინავდა, ბერია ადგებოდა თავისი მაგიდიდან, სადაც იგი მუშაობდა დოკუმენტებზე და დადიოდა კორიდორებში, არა უბრალოდ სეირნობისთვის, არამედ რაღაცის შემოწმებისთვის, რაც მხოლოდ მან იცოდა. იგი მიდიოდა კონკრეტულ ადგილებში, ჯერ თავის კაბინეტის უკანა კარზე, რომელიც გამოდიოდა სამსახურებრივ კიბეზე, შემდეგ იმ ფანჯარაზე, რომელიც უყურებდა შიდა ეზოს, შემდეგ იმ კორიდორში, რომელიც მიდიოდა სტალინის კაბინეტისკენ. ყოველ ადგილას იგი ჩერდებოდა, უსმენდა, უყურებდა, თითქოს ელოდა რაღაცას. მისი მცველები, რომლებიც მუდმივად მისდევდნენ მას, თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ უძილობის შედეგი, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, ვიქტორ ილიზაროვმა, რომელიც მუშაობდა ბერიასთან 10 წლის განმავლობაში, გაიგო, რას აკეთებდა ბერია. იგი ამოწმებდა გაქცევის მარშრუტებს. ილიზაროვი იხსენებს: მე ვხვდებოდი, რომ იგი ამოწმებდა, რომელი კარი იყო ღია, რომელი ფანჯარა შეეძლო გაეხსნა, რომელი კორიდორი იყო დაცული და რომელი არა. იგი ამზადებდა თავს იმისთვის, რომ თუ მოვიდოდა ის ღამე, როდესაც მოვიდოდნენ მისთვის, მას ჰქონოდა შანსი გაქცევისთვის. მაგრამ ილიზაროვი ასევე იხსენებს რაღაც სხვას, რომ ბერია, როდესაც ამოწმებდა ამ მარშრუტებს, ყოველთვის ბრუნდებოდა იმავე დასკვნამდე, გაქცევა იყო შეუძლებელი. კრემლი იყო ციხე და ბერია იყო პატიმარი ამ ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა კავშირში. 1952 წლის დეკემბერში, როდესაც მოსკოვში თოვდა ისე ძლიერად, რომ ქუჩები ხდებოდა თეთრი და მთლად უკაცრიელი, ბერიამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც იყო ყველაზე საშინელი ყველა იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც მან მიიღო მეგრელთა საქმის დაწყების შემდეგ. ეს იყო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბარამია, შარია და მირცხულავა ინარჩუნებდნენ რეგულარულ კორესპონდენციას ლავრენტი პავლეს ძე ბერიასთან პერიოდში 1951 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე და ამ კორესპონდენციაში განიხილებოდა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას და შესაძლო ცვლილებებს ხელისუფლებაში. ბერია კითხულობდა ამ ანგარიშს და იცოდა, რომ ეს იყო სიცრუე, არა იმიტომ, რომ არ არსებობდა კორესპონდენცია მის და ბარამიას შორის, რადგან რა თქმა უნდა არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ამ კორესპონდენციაში არაფერი არ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რაც მათ აბრალებდნენ. მაგრამ ბერიამ ასევე იცოდა, რომ სიმართლეს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმას, რასაც სტალინი სურდა, რომ ყოფილიყო სიმართლე. ანგარიშის ბოლოს იყო რეკომენდაცია, საჭიროა ლავრენტი პავლეს ძე ბერიას დაკითხვა მოწმის სტატუსში საქმეში, რათა დადგინდეს მისი როლი აღნიშნულ მოვლენებში. ეს იყო პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ასახელებდა ბერიას როგორც პოტენციურ ფიგურანტს საქმეში. ბერიამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ნიშნავდა, რომ სტალინი მზად იყო, გადასულიყო ბოლო ეტაპზე, როდესაც ბერია აღარ იქნებოდა მხოლოდ ჯალათი, არამედ გახდებოდა მსხვერპლიც.
იმავე დღეს ბერიამ გააკეთა რაღაც, რასაც არასოდეს აკეთებდა. მან დარეკა თავის ძმას, ალექსანდრეს, რომელიც ცხოვრობდა თბილისში და რომელიც არ იყო ჩართული პოლიტიკაში, და უთხრა მას: თუ რამე მომხდება ჩემთან, შენ უნდა იზრუნო ოჯახზე. ალექსანდრე გააოცა ეს ზარი, რადგან ბერია არასოდეს ლაპარაკობდა ასეთ თემებზე და ჰკითხა, რა უნდა მოხდეს, მაგრამ ბერიამ არ უპასუხა პირდაპირ. მან მხოლოდ თქვა: უბრალოდ დამპირდი, რომ იზრუნებ მათზე და დახურა ტელეფონი. ალექსანდრე იხსენებს, რომ ბერიას ხმა იყო ისეთი, რომელსაც იგი არასოდეს გაუგონია, არა ძლიერი და დარწმუნებული, არამედ დაღლილი და თითქმის დამარცხებული. ამ საუბრის შემდეგ ბერია დაბრუნდა თავის კაბინეტში და დაწერა წერილი, არაოფიციალური დოკუმენტი, არამედ პირადი წერილი თავის ცოლს, ნინოს, სადაც იგი წერდა: თუ მე აღარ ვიქნები, შენ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი, რაც მე გავაკეთე იმისთვის, რომ გადაგერჩინეთ თქვენ და ბავშვები. მე ვიცი, რომ ეს არ არის გამართლება, მაგრამ ეს არის ერთადერთი ახსნა, რომელიც მე შემიძლია მოგცეთ. ეს წერილი ბერიამ არასოდეს გაუგზავნა, იგი დაწვა მას იმავე ღამეს, მაგრამ ერთი ასლი შემორჩა, რომელიც ბერიამ დამალა თავის პირად სეიფში და რომელიც აღმოაჩინეს 1953 წლის ივნისში, ბერიას დაპატიმრების შემდეგ. ეს წერილი არის ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ბერია აღიარებს, რომ მან იცოდა, რომ ის, რასაც აკეთებდა, იყო არასწორი, მაგრამ რომ მას არ ჰქონდა არჩევანი. 1953 წლის იანვარში, როდესაც მოსკოვში იყო ისეთი ცივი, რომ ტემპერატურა ეშვებოდა -30 გრადუსს, დაიწყო რაღაც, რასაც ისტორიკოსები მოგვიანებით უწოდებდნენ ექიმთა საქმეს ახალი რეპრესიული კამპანია, რომელიც იყო მიმართული ებრაელი ექიმების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ, რომ ისინი გეგმავდნენ საბჭოთა ხელმძღვანელების მოწამვლას. ეს საქმე, რომელიც ზედაპირულად არ ჰქონდა არანაირი კავშირი მეგრელთა საქმესთან, რეალურად იყო მისი გაგრძელება. სტალინი ამზადებდა ნიადაგს ახალი დიდი წმენდისთვის, რომელიც უნდა მოეცვა მთელ საბჭოთა ხელმძღვანელობას, მათ შორის ბერიას. ბერია იცოდა ამის შესახებ, რადგან ექიმთა საქმეს ხელმძღვანელობდა იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მეგრელთა საქმეს, აბაკუმოვი და მისი გუნდი. ბერიამ ასევე იცოდა, რომ ექიმთა საქმეში უკვე იყო ჩართული მისი პირადი ექიმი, კიფშიძე, არა როგორც ბრალდებული, არამედ როგორც მოწმე, რომელმაც უნდა მიეცა ჩვენება ბერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ სტალინი აგროვებდა ინფორმაციას ბერიას შესახებ, ამზადებდა დოსიეს, რომელიც გამოიყენებოდა მის წინააღმდეგ. ბერიამ გამოიძახა კიფშიძე თავის კაბინეტში და ჰკითხა მას პირდაპირ: რა გკითხეს შენ? და კიფშიძემ, რომელიც იყო ფერმკრთალი და აშკარად შეშინებული, უპასუხა: მათ მკითხეს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, აქვს თუ არა თქვენ რაიმე ქრონიკული დაავადება, იღებთ თუ არა რაიმე მედიკამენტებს, ხომ არ გაქვთ რაიმე ფსიქიკური პრობლემები. ბერიამ იცოდა, რატომ სვამდნენ ამ კითხვებს. სტალინი ამზადებდა ვერსიას, რომ ბერია იყო ფსიქიკურად არასტაბილური, რომ მისი ქმედებები იყო შედეგი დაავადებისა არა ბოროტი განზრახვისა. ეს იყო კლასიკური სტალინური ტაქტიკა, ჯერ გახადე ადამიანი შეშლილად, შემდეგ გახადე იგი დამნაშავედ და ბოლოს მოაკვლე იგი. ბერიამ უთხრა კიფშიძეს: შენ უნდა უთხრა მათ, რომ ჩემი ჯანმრთელობა არის შესანიშნავი, რომ მე არ მაქვს არანაირი დაავადება, არანაირი პრობლემა. კიფშიძემ კივნა, მაგრამ ბერიამ დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც მას არასოდეს უნახავს: თანაგრძნობა. კიფშიძე თანაგრძნობდა მას, და ეს თანაგრძნობა იყო უარესი, ვიდრე სიძულვილი, რადგან თანაგრძნობა ნიშნავდა, რომ კიფშიძე უკვე თვლიდა მას დამარცხებულად, ადამიანად, რომელსაც აღარ ჰქონდა შანსი. ბერია გაათავისუფლა კიფშიძე და დარჩა მარტო თავის კაბინეტში და პირველად თავის ცხოვრებაში იგი იგრძნო რაღაც, რასაც შეეძლო ეწოდა ფიზიკური შიში, არ აბსტრაქტული შიში სიკვდილის მიმართ, არამედ კონკრეტული ფიზიკური შიში იმის მიმართ, რაც მოხდებოდა მის სხეულთან, როდესაც მოვიდოდნენ მისთვის. იგი იხსენებდა, როგორ წამებდნენ შარიას, როგორ წამებდნენ ბარამიას და იცოდა, რომ მას ელოდა იგივე, ან უარესი. იგი იხსენებდა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც თავად აწამა ან ბრძანა, აეწამებინათ და იცოდა, რომ ახლა მოვიდოდა მისი რიგი, მოვიდოდა მომენტი, როდესაც იგი გახდებოდა არა ჯალათი, არამედ მსხვერპლი. 1953 წლის თებერვალში, როდესაც მოსკოვში ჯერ კიდევ იყო ზამთარი, მაგრამ უკვე იგრძნობოდა, რომ გაზაფხული ახლოვდებოდა, ბერიამ მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო ერთდროულად იმედისწყარო და საშინელი მუქარა. ინფორმაცია იყო ის, რომ სტალინის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, მას ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები, რომლებიც არ წყდებოდა მედიკამენტებით, და რომ მისი პირადი ექიმები ფარულად საუბრობდნენ იმაზე, რომ სტალინს შეეძლო ჰქონოდა ინსულტი ნებისმიერ მომენტში. ეს ინფორმაცია მოვიდა ბერიასთან არაოფიციალური არხებით, არამედ ფარული არხებით, მისი აგენტები, რომლებიც მუშაობდნენ სტალინის დაცვაში და სტალინის სამედიცინო პერსონალში, აბარებდნენ მას ანგარიშებს. ბერია იცოდა, რომ ეს ინფორმაცია შეეძლო იყოს მისი ხსნა, თუ სტალინი მოკვდებოდა ახლო მომავალში, მეგრელთა საქმე შეჩერდებოდა და ბერია შეეძლო გადარჩენოდა.
მაგრამ ბერია ასევე იცოდა, რომ ეს ინფორმაცია შეეძლო იყოს ხაფანგი, სტალინი შეეძლო სპეციალურად ავრცელებდა ამ ინფორმაციას, რათა ენახა, ვინ რეაგირებდა მასზე, ვინ იწყებდა მოსამზადებელ მოქმედებებს სტალინის სიკვდილის შემდეგ. ბერია გადაწყვიტა, რომ არ გააკეთებდა არაფერს, არ შეეცდებოდა დაეჩქარებინა სტალინის სიკვდილი, არ შეეცდებოდა მოემზადებინა მისი შემდგომი ხელისუფლებისთვის, არ შეეცდებოდა დაეკავშირებინა სხვა პოლიტბიუროს წევრებთან. იგი უბრალოდ ელოდებოდა და ცდილობდა, გადარჩენოდა კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი კვირა, კიდევ ერთი თვე. მაგრამ ამ მოლოდინის პროცესში რაღაც ხდებოდა ბერიასთან, რაღაც, რაც იყო უფრო ღრმა, ვიდრე ფიზიკური დაავადება, რაც იყო ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია. ბერია, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს და ყველას, ახლა გახდა ადამიანი, რომელსაც არაფერი აკონტროლებდა, არც თავისი ბედი, არც თავისი მომავალი, არც თავისი სიცოცხლე. იგი გახდა მარიონეტი, რომელსაც სტალინი აკონტროლებდა და ეს გაცნობიერება იყო უარესი, ვიდრე ფიზიკური ტკივილი. ბერიას გარემოცვა იწყებდა შენიშვნას ცვლილებებს მის ქცევაში, იგი ხდებოდა უფრო ჩუმი, უფრო ჩაფიქრებული, უფრო დისტანცირებული. იგი აღარ ესწრებოდა პარტიულ ღონისძიებებს, თუ ეს არ იყო აბსოლუტურად აუცილებელი, აღარ იღებდა ვიზიტორებს თავის კაბინეტში, თუ ეს არ იყო სტალინის პირდაპირი ბრძანება. იგი ხდებოდა მოჩვენება, ადამიანი, რომელიც ოფიციალურად არსებობდა, მაგრამ რეალურად უკვე იყო ნახევრად მკვდარი. მისი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ახლოს, იხსენებენ, რომ ამ პერიოდში ბერია ხშირად იჯდა თავის კაბინეტში საათობით, უყურებდა ფანჯარას და არაფერს აკეთებდა, მხოლოდ უყურებდა, თითქოს ელოდა რაღაცას, რაც არასოდეს მოვიდოდა. 1953 წლის 1 მარტს, როდესაც მოსკოვში უკვე იყო გაზაფხული და თოვლი იწყებდა დნობას, ბერიამ მიიღო ზარი, არა ჩვეულებრივი სამსახურებრივი ზარი, არამედ ზარი, რომელიც შეცვალა ყველაფერს. ზარი იყო სტალინის დაჩიდან კუნცეოდან და ზარის ავტორი იყო სტალინის პირადი მცველის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი, რომელიც ამბობდა, ისე აღელვებულად, რომ მისი ხმა თითქმის არ ისმოდა, ლავრენტი პავლეს ძე, თქვენ უნდა მოხვიდეთ დაუყოვნებლივ. იოსებ ვისარიონის ძეს ცუდად გახდა. ბერია იცოდა, რას ნიშნავდა ეს ნიშნავდა, რომ სტალინს ჰქონდა ინსულტი, რომ მოვიდა ის მომენტი, რომელს ბერია ელოდა და რომლისაც ეშინოდა ერთდროულად. იგი ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა კუნცევოში და მთელი გზის განმავლობაში იგი ფიქრობდა არა იმაზე, რომ სტალინი კვდებოდა, არამედ იმაზე, რას ნიშნავდა ეს მისთვის, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ იგი გადარჩა, თუ ნიშნავდა ეს, რომ იგი ახლა აღმოჩნდებოდა ახალ საფრთხეში, რომელიც მოვიდოდა არა სტალინისგან, არამედ სხვა პოლიტბიუროს წევრებისგან, რომლებიც ასევე ელოდნენ ამ მომენტს და რომლებიც ახლა იბრძოლებდნენ ხელისუფლებისთვის. როდესაც ბერია მივიდა დაჩაში, იგი დაინახა სტალინი, იგი იწვა თავის საწოლში, უძრავი, მისი სახე იყო ფერმკრთალი და დამახინჯებული, მისი თვალები იყო ღია, მაგრამ ისინი არ უყურებდნენ არაფერს. ბერია დადგა საწოლთან და უყურებდა სტალინს, და იმ მომენტში იგი იგრძნო რაღაც, რაც იყო ნაზავი შვებისა და ტერორისა, შვება იმისა, რომ ადამიანი, რომელიც აწამებდა მას ბოლო 2 წლის განმავლობაში, ახლა იყო უძლური, და ტერორი იმისა, რომ ახლა იწყებოდა რაღაც ახალი, რაც შეეძლო იყოს კიდევ უფრო საშინელი. სტალინი მოკვდა 5 მარტს 1953 წელს, ღამის 9 საათსა და 50 წუთზე, და მისი სიკვდილი იყო დასაწყისი ახალი ეპოქისა, რომელშიც ბერია ფიქრობდა, რომ გადარჩა, მაგრამ რომელშიც რეალურად იგი მხოლოდ გადადო თავისი დასასრული. პირველივე დღეებში სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა კავშირში. იგი დაბრუნდა თავის ძველ პოზიციაზე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და პირველი, რაც მან გააკეთა, იყო მეგრელთა საქმის შეწყვეტა. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ათავისუფლებდა ყველა დაპატიმრებულს, ბარამიას, შარიას, მირცხულავას და ყველა სხვას, ვინც გადარჩა. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც აცხადებდა, რომ მთელი საქმე იყო გამოგონილი და დაფუძნებული ყალბმტკიცებულებებზე. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც რეაბილიტაციას უკეთებდა ყველა მსხვერპლს. მაგრამ როდესაც ბერია ხვდებოდა გათავისუფლებულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მისი მეგობრები, იგი ვერ უყურებდა მათ თვალებში. შარია, რომელიც გამოვიდა ციხიდან ინვალიდის ეტლში, რადგან მისი ფეხები იყო გატეხილი წამების დროს, უყურებდა ბერიას და არაფერს ამბობდა, მხოლოდ უყურებდა, და ამ მზერაში იყო ყველაფერი, რაც ბერიამ იცოდა, მაგრამ არ სურდა ეღიარებინა. ბარამია, რომელიც დაკარგა ერთი თვალი წამების დროს, ჩამოართვა ხელი ბერიას და თქვა, მადლობა, რომ გადაგვარჩინე, მაგრამ მისი ხმა იყო ცივი და ოფიციალური, თითქოს იგი საუბრობდა უცხოსთან, არა მეგობართან. ბერიამ იცოდა, რომ მან დაკარგა ისინი, არა ფიზიკურად, რადგან ისინი იყვნენ ცოცხალი, არამედ ემოციურად, რადგან ისინი აღარასოდეს შეძლებდნენ, ენდოთ მას, აღარასოდეს შეძლებდნენ. დაევიწყებინათ, რომ ბერიამ არ დაიცვა ისინი, როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დაცვა.
ბერია გადარჩა მეგრელთა საქმეს, მაგრამ იგი არ გადარჩა იმას, რაც მოვიდა შემდეგ ბრძოლას ხელისუფლებისთვის სტალინის სიკვდილის შემდეგ ბრძოლას, რომელშიც მისი მტრები ხრუშჩოვი, მალენკოვი, შუკოვი გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ. 1953 წლის ივნისში, 3 თვის შემდეგ სტალინის სიკვდილისა ბერია დააპატიმრეს, არა იმიტომ, რომ იგი იყო ბრალეული მეგრელთა საქმეში, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში, ძალიან ბევრი იცოდა. მას ბრალად დასდეს ყველაფერი, ჯაშუშობა, ღალატი, მასობრივი მკვლელობები, მაგრამ არა მეგრელთა საქმე, რადგან მეგრელთა საქმე იყო უკვე ოფიციალურად აღიარებული როგორც ყალბი. 1953 წლის 10 აპრილს, 5 დღის შემდეგ სტალინის სიკვდილისა ბერიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა დადგენილება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიისა მეგრელთა საქმის შეწყვეტის შესახებ. ეს დოკუმენტი, რომელიც შედგებოდა მხოლოდ 3 გვერდისგან, იყო ოფიციალური აღიარება იმისა, რომ მთელი საქმე იყო ყალბი, რომ ყველა ბრალდება იყო გამოგონილი, რომ ყველა დაპატიმრებული იყო უდანაშაულო. მაგრამ ამ დოკუმენტში არ იყო ნათქვამი ის, რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, არ იყო ნათქვამი, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ყალბი საქმის შექმნაზე, ვინ იყო ის, ვინც ბრძანა დაპატიმრებები, წამებები, სიკვდილის განაჩენები. დოკუმენტში იყო ნათქვამი მხოლოდ ის, რომ გამოძიება ჩატარდა დარღვევებით, რომ გამოყენებული იქნა დაუშვებელი მეთოდები, რომ საქმე არ შეესაბამება რეალობას. ეს იყო ტიპიური საბჭოთა ფორმულირება, აღიარება შეცდომისა, მაგრამ არა დანაშაულისა, აღიარება დარღვევისა, მაგრამ არა პასუხისმგებლობისა. ბერია იცოდა, რატომ იყო დოკუმენტი დაწერილი ასე, რადგან თუ ოფიციალურად აღიარებულიყო, რომ საქმე იყო სტალინის პირადი ბრძანებით, ეს ნიშნავდა სტალინის რეპუტაციის განადგურებას. და სტალინის რეპუტაციის განადგურება ნიშნავდა მთელი საბჭოთა სისტემის ლეგიტიმურობის ქვეშ ხაზის გავლებას. ამიტომ ბერიამ დაწერა დოკუმენტი ისე, რომ იგი აღიარებდა შეცდომას, მაგრამ არ ასახელებდა დამნაშავეს. იგი იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ასევე იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი ტყუილი, რომელიც იცავდა სისტემას, და სისტემის დაცვა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმართლე. როდესაც ბერია ხელს აწერდა ამ დოკუმენტს, მის გვერდით იდგა მისი მოადგილე, ივან სეროვი, ადამიანი, რომელიც მუშაობდა ბერიასთან 10 წლის განმავლობაში და რომელიც იცნობდა მას უკეთ, ვიდრე ვინმე სხვა. სეროვი უყურებდა, როგორ აწერდა ბერია ხელს, და დაინახა რაღაც, რაც მას არასოდეს უნახავს, ბერიას ხელები უკანკალებდა. არა ძლიერად, არა ისე, რომ ეს შეამჩნია ვინმე სხვამ, მაგრამ სეროვი, რომელიც იცნობდა ბერიას ყოველ ჟესტს, ყოველ მოძრაობას, დაინახა ეს კანკალი და გაიგო, რას ნიშნავდა იგი. ბერია, რომელიც არასოდეს კანკალებდა, როდესაც აწერდა ხელს სიკვდილის განაჩენებს ათასობით ადამიანზე, ახლა კანკალებდა, როდესაც აწერდა ხელს დოკუმენტს, რომელიც ათავისუფლებდა მის მეგობრებს. სეროვი არ ჰკითხა არაფერი, იგი უბრალოდ აიღო დოკუმენტი, როდესაც ბერიამ დაასრულა ხელმოწერა და გავიდა კაბინეტიდან. მაგრამ გარეთ კორიდორში იგი შეჩერდა და იფიქრა იმაზე, რაც ახლახან დაინახა და პირველად თავის ცხოვრებაში იგი იგრძნო რაღაც, რასაც შეეძლო ეწოდა თანაგრძნობა ბერიას მიმართ, არა იმიტომ, რომ ბერია იყო კარგი ადამიანი, რადგან იგი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ბერია იყო ადამიანი, რომელმაც გადაიხადა ყველაზე მაღალი ფასი გადარჩენისთვის, ფასი, რომელიც იყო მისი საკუთარი ადამიანურობა. 1953 წლის მაისში, როდესაც მოსკოვში უკვე იყო გაზაფხული და ქუჩებში ყვავიდა ხეები, ბერია პირველად შეხვდა გათავისუფლებულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ მეგრელთა საქმეს და რომლებიც ახლა ბრუნდებოდნენ მოსკოვში. შეხვედრა გაიმართა ბერიას კაბინეტში, იმავე კაბინეტში, სადაც 2 წლის წინ ბერია აწერდა ხელს მათი დაპატიმრების ორდერებს. პირველი, ვინც შემოვიდა, იყო რაფაელ შარია, იგი შემოვიდა ინვალიდისეთლში, რომელსაც უბიძგებდა მისი ვაჟი, რადგან შარიას ფეხები იყო გატეხილი წამების დროს და არასოდეს სწორად არ შეხორცდა. ბერია ადგა თავისი მაგიდიდან და მივიდა შარიასთან, მაგრამ როდესაც იგი მიუახლოვდა, შარიამ აიღო ხელი, არა მისალმების ჟესტით, არამედ შეჩერების ჟესტით, რომელიც ამბობდა, არ მოგიახლოვდე. ბერია გაჩერდა და უყურებდა შარიას და შარია უყურებდა ბერიას და ამ ორ მზერას შორის იყო ყველაფერი, რაც არ შეეძლოთ სიტყვებით გამოხატვა, ღალატი, ტკივილი, სინანული, შიში, სიძულვილი, სიყვარული, ყველაფერი, რაც აკავშირებდა ორ ადამიანს, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მეგობრები და ახლა იყვნენ უცხოები. შარიამ თქვა ისე ჩუმად, რომ თითქმის არ ისმოდა, ლავრენტი, მე ვიცი, რატომ გააკეთე ეს. მე ვიცი, რომ შენ არ გქონდა არჩევანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე შემიძლია დაგივიწყო. ბერიამ არაფერი უპასუხა, რას შეეძლო ეთქვა. რა სიტყვები შეეძლო გამართლება იმისა, რაც მან გააკეთა? იგი უბრალოდ კივნა, და ეს კივილი იყო აღიარება იმისა, რომ შარია მართალი იყო, რომ არანაირი გამართლება არ არსებობდა. შემდეგ შემოვიდა მიხეილ ბარამია, იგი შემოვიდა ფეხით, მაგრამ მისი სიარული იყო ნელი და მძიმე, თითქოს ყოველი ნაბიჯი აწონდა ტონას.
ბარამიას არ ჰქონდა ერთი თვალი, მას ამოუთხარეს იგი წამების დროს, როდესაც ცდილობდნენ, აიძულებინათ იგი ხელი მოეწერა ჩვენებაზე ბერიას წინააღმდეგ. ბარამია მივიდა ბერიასთან და გაიშვირა ხელი, არა მეგობრულად, არამედ ოფიციალურად, თითქოს ისინი იყვნენ ორი უცხო ადამიანი, რომლებიც პირველად ხვდებოდნენ. ბერია ჩამოართვა ხელი და როდესაც მათი ხელები შეეხო ბერიამ იგრძნო, როგორ უკანკალებდა ბარამიას ხელი, არა შიშისგან, არამედ რაღაც სხვისგან, რაც იყო უფრო ღრმა, რაც იყო ფიზიკური რეაქცია იმაზე, რაც მოხდა მის სხეულთან ციხეში. ბარამიამ თქვა ისევ იმავე ოფიციალური ხმით, მადლობა რომ შეწყვიტე საქმე. მე ვიცი რომ ეს იყო შენი გადაწყვეტილება. ბერია იცოდა რომ ეს იყო ირონია, ბარამია ამბობდა მადლობას, მაგრამ მისი ხმა იყო სავსე სიძულვილით, რომელიც იყო კიდევ უფრო საშინელი, რადგან იგი იყო ცივი და კონტროლირებადი, არა ცხელი და იმპულსური. ბერია უპასუხა, მიხეილ, მე, მაგრამ ბარამიამ შეაწყვეტინა, არა. არაფერი არ თქვა. არაფერი, რასაც შენ თქვი, ვერ შეცვლის იმას, რაც მოხდა. უბრალოდ იცოდე რომ მე გადავრჩი, მაგრამ არა შენი წყალობით, მე გადავრჩი მიუხედავად შენისა. ბარამია გაბრუნდა და გავიდა კაბინეტიდან და ბერია დარჩა მარტო შარიასთან და ისინი იჯდნენ სიჩუმეში, რომელიც იყო სავსე ყველა იმ სიტყვით, რომლებიც არასოდეს ითქმებოდა. 1953 წლის ივნისში, 3 თვის შემდეგ სტალინის სიკვდილისა, ბერია იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა ანგარიშს, რომელიც აღწერდა პოლიტიკურ სიტუაციას საბჭოთა კავშირში სტალინის სიკვდილის შემდეგ. ანგარიში იყო დაწერილი მისი საკუთარი ანალიტიკური განყოფილების მიერ და იგი იყო ძალიან მკაფიო, ბერია იყო საფრთხეში. ანგარიშში იყო ნათქვამი, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ პოლიტბიუროს რამდენიმე წევრი, კონკრეტულად ხრუშჩოვი, მალენკოვი და ბულგანინი, აგროვებენ მასალებს ლავრენტი პავლესძე ბერიას წინააღმდეგ, რომ ისინი გეგმავენ მის დაპატიმრებას ბრალდებით, რომელიც შეეხება მის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ისინი ელაპარაკებიან სამხედრო ხელმძღვანელობას, კონკრეტულად მარშალ ჟუკოვს, რათა უზრუნველყონ სამხედრო მხარდაჭერა ოპერაციისთვის. ბერია კითხულობდა ამ ანგარიშს და იცოდა, რომ ყველაფერი, რაც იქ იყო დაწერილი, იყო სიმართლე. იგი იცოდა, რომ მისი მტრები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ, იცოდა, რომ ისინი ელოდნენ მომენტს, როდესაც შეეძლოთ დაერტყათ, იცოდა, რომ ეს მომენტი მალე მოვიდოდა. მაგრამ ბერია ასევე იცოდა რაღაც სხვა, იცოდა, რომ იგი არ შეეძლო გაექცა, არ შეეძლო დაეცვა, არ შეეძლო გაეკეთებინა არაფერი, რაც შეცვლიდა მის ბედს. იგი იყო ხაფანგში, რომელიც იყო კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე ის ხაფანგი, რომელშიც იგი იყო სტალინის დროს, რადგან ამჯერად მას არ ჰქონდა არავინ, ვისაც შეეძლო ენდო, არავინ, ვინც დაიცავდა მას, არავინ, ვისაც ეშინოდა მისი. ბერია დახურა ანგარიში და გამოიღო თავისი მაგიდის უჯრიდან ფოტოს, იმავე ძველ ფოტოს, სადაც იგი იყო ახალგაზრდა და იდგა შარიასთან, ბარამიასთან, მირცხულავასთან ერთად. იგი უყურებდა ამ ფოტოს და ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იყო ყველაფერი მარტივი მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ ახალგაზრდები და სჯეროდათ, რომ აშენებდნენ ახალ სამყაროს, სადაც იქნებოდა სამართლიანობა და თანასწორობა. იგი ფიქრობდა იმაზე, თუ როდის დაიწყო ყველაფერი ცუდად, იყო თუ არა ეს ერთი კონკრეტული მომენტი, როდესაც ისინი გადაწყვიტეს, რომ მიზანი ამართლებდა საშუალებებს, თუ იყო ეს ნელი, თანდათანობითი პროცესი, როდესაც ისინი ნელ-ნელა კარგავდნენ თავიანთ ადამიანურობას, ერთი კომპრომისი მეორის შემდეგ, ერთი ღალატი მეორის შემდეგ, ერთი სიკვდილის განაჩენი მეორის შემდეგ. ბერია არ იცოდა პასუხი ამ კითხვაზე და ახლა, როდესაც მისი საკუთარი სიკვდილი ახლოვდებოდა, ეს კითხვა ხდებოდა კიდევ უფრო მწვავე, კიდევ უფრო მტკივნეული. იგი დადო ფოტო მაგიდაზე და დაიწყო წერა წერილისა, რომელიც არასოდეს გაიგზავნებოდა, წერილისა, რომელიც იყო მიმართული არავისთვის და ყველასთვის ერთდროულად. იგი წერდა, მე ვიცი, რომ ისტორია მიმსჯელებს მკაცრად. მე ვიცი, რომ ჩემი სახელი დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სახელი მე-20 საუკუნეში. მაგრამ მე მინდა, რომ იცოდეთ ერთი რამ, მე არ ვიყავი მონსტრი, რომელიც დაიბადა ისეთი. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც გახდა მონსტრი, რადგან სისტემა, რომელშიც ვცხოვრობდი, აქცევდა ყველას მონსტრად. და ყველაზე საშინელი არის ის, რომ მე ვიცოდი ეს, მაგრამ მაინც გავაგრძელე, რადგან გადარჩენა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანურობა. ბერიამ დაასრულა წერილი და დაწვა იგი, ისევე როგორც დაწვა ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა სიმართლეს. 1953 წლის 26 ივნისს დილის 10 საათზე, როდესაც ბერია იჯდა პოლიტბიუროს სხდომაზე კრემლში, კარი უცებ გაიღო და შემოვიდნენ სამხედრო ოფიცრები, არა ჩვეულებრივი ოფიცრები, არამედ მარშალ ჟუკოვის პირადი მცველები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგულები არა ბერიას, არამედ ჟუკოვს.
ერთ-ერთმა მათგანმა, გენერალ-მაიორმა კირილ მოსკალენკომ, მივიდა ბერიასთან და თქვა ისე ხმამაღლა, რომ ყველამ გაიგონა: ლავრენტი პავლესძე ბერია, თქვენ ხართ დაპატიმრებული ბრალდებით, რომელიც შეეხება სახელმწიფო ღალატს და ანტისაბჭოთა საქმიანობას. ბერია უყურებდა მოსკალენკოს და არ ამბობდა არაფერს, არა იმიტომ, რომ იგი იყო შოკში, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, რომ ეს მოვიდოდა, იცოდა, რომ არანაირი სიტყვა, რომელსაც იგი თქონდა, ვერაფერს შეცვლიდა. იგი უყურებდა სხვა პოლიტბიუროს წევრებს, ხრუშჩოვს, მალენკოვს, მოლოტოვს და დაინახა მათ სახეებზე რაღაც, რაც იყო ნაზავი შვებისა და შიშისა, შვება იმისა, რომ ბერია, ადამიანი, რომელსაც ყველა ეშინოდა, ახლა იყო უძლური და შიში იმისა, რომ ისინი თავად შეეძლოთ აღმოჩნდნენ მის ადგილზე. ბერია ადგა თავისი ადგილიდან, ადგა ნელა, ღირსეულად, თითქოს იგი არ იყო დაპატიმრებული, არამედ უბრალოდ ტოვებდა სხდომას და წავიდა მოსკალენკოსთან ერთად. როდესაც ისინი გადიოდნენ კორიდორში, ბერიამ უკან მოიხედა ერთხელ და დაინახა ის ოთახი, სადაც იგი ატარებდა 10 წლეულებს, ოთახი, სადაც იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა კავშირში და იცოდა, რომ იგი არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა აქ. ბერიას საქმე გაგრძელდა 6 თვეს, 6 თვეს, რომლის განმავლობაშიც მას ინახავდნენ სპეციალურ ციხეში მოსკოვის გარეუბანში, სადაც მას აკითხავდნენ ყოველდღიურად, აბრალებდნენ ყველაფერს, ჯაშუშობას, ღალატს, მასობრივ მკვლელობებს, გაუპატიურებებს. ბერია უარყოფდა ყველა ბრალდებას, არა იმიტომ, რომ იგი იყო უდანაშაულო, რადგან იგი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, რომ მისი აღიარება არაფერს შეცვლიდა, რომ მისი განაჩენი უკვე იყო გადაწყვეტილი. 1953 წლის 23 დეკემბერს, როდესაც მოსკოვში იყო ისეთი ცივი, რომ ჰაერი იყო თითქმის მყარი, ბერიას წაიკითხეს განაჩენი, სიკვდილის განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო დაუყოვნებლივ. ბერია მოისმინა განაჩენი და არაფერი თქვა, არ სთხოვა შემწყნარებლობა, არ გამოთქვა უკანასკნელი სურვილი, არ დაწერა წერილი ოჯახისთვის. იგი უბრალოდ კივნა და ეს კივილი იყო აღიარება, აღიარება იმისა, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ მისი ცხოვრება, რომელიც იყო სავსე ძალით და შიშით, ახლა მთავრდებოდა იმავე გზით, როგორც მთავრდებოდა ათასობით სხვა ცხოვრება, რომელთა დასასრულს თავად ბერია ხელმძღვანელობდა. ბერიას სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი, მისი ცოლი ნინო, მისი ვაჟი სერგო, მისი ქალიშვილი მარტა გადარჩნენ. ისინი არ დააპატიმრეს, არ გაასახლეს, არ გაანადგურეს, როგორც ეს ხდებოდა სხვა ხალხის მტრების ოჯახებთან. ისინი გადარჩნენ, რადგან ახალი ხელისუფლება, ხრუშჩოვი და მისი გუნდი გადაწყვიტა, რომ ბერიას ოჯახის განადგურება იქნებოდა ზედმეტი სისასტიკე, რომელიც შეეძლო გამოეწვია საზოგადოების უარყოფითი რეაქცია. მაგრამ მათი გადარჩენა არ იყო ადვილი, ისინი ცხოვრობდნენ მუდმივი შიშის ქვეშ, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მუდმივი სტიგმის ქვეშ იმისა, რომ ისინი იყვნენ მონსტრის ოჯახი. ნინო, რომელიც ოდესღაც იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი საბჭოთა კავშირში, გახდა უბრალოდ პენსიონერი, რომელიც ცხოვრობდა მცირე ბინაში მოსკოვის გარეუბანში და თავიდან აცილებდა ყოველგვარ საჯარო გამოსვლას. სერგო, რომელიც ოდესღაც ფიქრობდა, რომ გახდებოდა პოლიტიკოსი, გახდა ინჟინერი, რომელიც მუშაობდა ჩვეულებრივ ქარხანაში და არასოდეს საუბრობდა თავისი მამის შესახებ. მარტა, რომელიც იყო ყველაზე პატარა, გაიზარდა იმ გაცნობიერებით, რომ მისი გვარი იყო წყევლა, რომელიც მისდევდა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც გადარჩნენ მეგრელთა საქმეს, შარიასთან, ბარამიასთან, მირცხულავასთან. ისინი ყველა რეაბილიტირებულ იქნენ, ყველას დაუბრუნდათ მათი პოზიციები, ყველას მიეცათ კომპენსაცია იმისთვის, რაც მათ განიცადეს. მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაბრუნდა პოლიტიკაში, ისინი ყველა აირჩიეს ჩუმი, პირადი ცხოვრება, სადაც ისინი შეეძლოთ დაევიწყებინათ ის, რაც მათ განიცადეს. შარია გახდა პროფესორი თბილისის უნივერსიტეტში, სადაც იგი ასწავლიდა ისტორიას, არა საბჭოთა ისტორიას, არამედ ძველ ქართულ ისტორიას, რომელიც იყო უსაფრთხო, რომელიც არ შეიცავდა პოლიტიკურ მოტივებს. ბარამია გახდა დირექტორი მცირე ქარხნისა თბილისში, სადაც იგი მუშაობდა ჩუმად და არასოდეს საუბრობდა თავისი წარსულის შესახებ. მირცხულავა გადავიდა სხვა ქალაქში, სადაც არავინ იცნობდა მას, და იცხოვრა იქ დანარჩენი ცხოვრება როგორც უბრალოდ პენსიონერი. ისინი ყველა გადარჩნენ, მაგრამ მათი გადარჩენა იყო არა გამარჯვება, არამედ უბრალოდ გაგრძელება ცხოვრებისა, რომელიც იყო სავსე მეხსიერებებით, რომლებიც არასოდეს გაქრებოდა, მეხსიერებებით იმისა, რაც მათ განიცადეს, და იმისა, ვინ იყო პასუხისმგებელი ამაზე. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ამ ისტორიას, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ბერიას ისტორიას, არა მხოლოდ მეგრელთა საქმის ისტორიას, არამედ ისტორიას იმისა, თუ როგორ აქცევს ტოტალიტარული სისტემა ადამიანებს მონსტრებად, როგორ აიძულებს იგი მათ. აირჩიონ გადარჩენა ადამიანურობის ნაცვლად, როგორ აქცევს იგი მეგობრებს მტრებად, როგორ აქცევს იგი სიყვარულს სიძულვილად. ბერია არ იყო დაბადებული მონსტრად, იგი გახდა მონსტრი, რადგან სისტემა, რომელშიც იგი ცხოვრობდა, აქცევდა ყველას მონსტრად.
და ყველაზე საშინელი არის ის, რომ ეს სისტემა არ იყო შექმნილი ერთი ადამიანის მიერ, იგი იყო შექმნილი მილიონობით ადამიანის მიერ, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებდნენ მცირე არჩევანებს, რომლებიც ცალკე აღებული ჩანდნენ უმნიშვნელოდ, მაგრამ ერთად აღებული ქმნიდნენ სისტემას, რომელიც აწარმოებდა ტერორს. ბერიამ გააკეთა ეს არჩევანი გადარჩენისა ადამიანურობის ნაცვლად, არჩევანი ოჯახისა მეგობრების ნაცვლად, არჩევანი ძალისა პრინციპების ნაცვლად. და ამ არჩევანებმა გადაარჩინა იგი დროებით. მაგრამ ბოლოს, როდესაც მოვიდა მისი რიგი, როდესაც სისტემა, რომელსაც იგი ემსახურებოდა, მობრუნდა მის წინააღმდეგ, არც ერთმა ამ არჩევანმა ვერ გადაარჩინა იგი. რადგან სისტემა, რომელიც ჭამს თავის შვილებს, არასოდეს არ ჩერდება, იგი აგრძელებს ჭამას, სანამ არავინ დარჩება. და კითხვა, რომელიც რჩება დღეს, არის ის, რა ვისწავლეთ ამ ისტორიიდან. ვისწავლეთ თუ არა, რომ არანაირი მიზანი არ ამართლებს საშუალებებს, რომ არანაირი გადარჩენა არ ღირს ადამიანურობის დაკარგვის ფასად, რომ არანაირი ძალა არ არის მარადიული. თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია აშენება სამართლიანი საზოგადოებისა ძალადობის საშუალებით, რომ შესაძლებელია დაცვა ოჯახისა სხვა ოჯახების განადგურების ფასად, რომ შესაძლებელია შენარჩუნება ძალისა სხვების დამორჩილების ფასად, მაშინ ჩვენ არაფერი ვისწავლეთ. მაშინ ბერიას ისტორია, მეგრელთა საქმის ისტორია, მილიონობით ადამიანის ისტორია, რომლებიც დაიღუპნენ საბჭოთა რეპრესიებში, იყო უაზრო. მაგრამ თუ ჩვენ ვისწავლეთ, რომ ადამიანურობა არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად, რომ თანაგრძნობა არის ის, რაც აქცევს ჩვენ საზოგადოებად, რომ სიმართლე არის ის, რაც აქცევს ჩვენ თავისუფლებად, მაშინ მათი მსხვერპლი არ იყო უაზრო. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვისწავლეთ და რომ ჩვენ არასოდეს აღარ დაუშვებთ, რომ ისტორია გაიმეოროს. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები იშვიათად სწავლობენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველი თაობა ფიქრობს, რომ ისინი არიან განსხვავებულები, რომ მათთან ეს ვერ მოხდება, რომ ისინი არიან უფრო ჭკვიანები, უფრო ძლიერები, უფრო ადამიანურები. და შემდეგ, როდესაც მოდის კრიზისი, როდესაც მოდის შიში, როდესაც მოდის არჩევანი გადარჩენასა და პრინციპებს შორის, ისინი აკეთებენ იმავე არჩევანებს, რაც გააკეთა ბერიამ, რაც გააკეთეს მილიონობით ადამიანებმა საბჭოთა კავშირში, რაც გააკეთეს მილიონობით ადამიანებმა ისტორიის განმავლობაში. და ციკლი გრძელდება, ციკლი ძალადობისა და შიშისა, ციკლი ღალატისა და გადარჩენისა, ციკლი, რომელიც მთავრდება ყოველთვის ერთნაირად ციკლით იმათი, ვინც ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ ძლიერები და გადარჩენით იმათი, ვინც ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ სუსტები. მაგრამ რეალურად არც ერთნი და არც მეორენი არ არიან გამარჯვებულები, გამარჯვებული არის მხოლოდ სისტემა, რომელიც აგრძელებს არსებობას, აგრძელებს ჭამას, აგრძელებს განადგურებას, სანამ ადამიანები არ ისწავლიან, რომ ერთადერთი გზა მისი შეჩერებისა არის უარის თქმა მონაწილეობაზე, უარის თქმა თანამშრომლობაზე, უარის თქმა იმ არჩევანებზე, რომლებიც აქცევენ ადამიანებს მოსწრებად.